კითხვაზე თუ როგორ უნდა ვიცნოთ უკვე მოსული ანტიქრისტე, სოლოვკელმა ბერმა ზოსიმემ უპასუხა: როდესაც გაიგებთ სოფლად ქრისტე მოვიდაო, იცოდეთ რომ ეს ანტიქრისტია. რა ზუსტი პასუხია? სოფელი ვერ იცნობს ანტიქრისტეს. იგი მას ქრისტედ აღიარებს და ღმერთად გამოაცხადებს. როცა ხმა გავარდება, ქრისტე მოვიდაო, ეს იქნება სარწმუნო ნიშანი, რომ ანტიქრისტე გამოცხადდა და შეუდგა თავის საქმეს. სატანა, რომელიც გზას მოუმზადებს ანტიქრისტეს, მთელი ქვეყანაზე გამიწიერებული, უსიცოცხლო ფორმალური ქრისტიანობის გავრცელებას და ყველა სხვა რელიგიის მასთან დამოყვარებას მოინდომებს. ყველა რელიგია აღიარებს თავის სულიერ ნათესაობას ბრწყალებში ქრისტიანობასთან, აღმატებას, აღტაცებას გამოთქვამს მისი მაღალი მოძღვრებითა და ზნეობრივი სიწმინდით, მისი სიმბოლიკის სილამაზით და ასე შემდეგ. თავის სარწმუნოებისადმი ასეთ პატივისცემას რომ დაინახავს, მრავალი გურუპყვილო ქრისტიანიც კი ტაშს დაუკრავს საკუთარ ვნებებსა და სულიერ წყლურზე ზრუნვას დაივიწყებს და ხორციელი მოშოვნეობით აღგზნებული მხურვალე ენთუზიაზმით უქადაგებს მსოფლიოს ამ გამიწიერებულ ქრისტიანობას. სწორედ ასეთ მქადაგებლებზე ამბობს საღვთო წერილი: არ მივავლინებთ წინასწარმეტყველთა და იგინი რბეოდეს, არ ვეტყოდი მათ და მომარდა იგინი წინასწარმეტყველებდეს. იერემიას 33:21 მუხლი. იქადაგებენ რა გამიწიერებულ, კაცობრიობის ხორციელ ნებასთან მისადაგებულ ქრისტიანობას ბრჭყალებში, სახარების სიტყვას ეს მხურვალე ქადაგნი ბრჭყალებში, სინამდვილეში სოფელს ქრისტესაგან განაშორებენ და ანტიქრისტეს გზას შეუყენებენ. თუმცა ამას თვითონ ვერც კი შენიშნავენ. თავიდან ისინი მართლაც ჭეშმარიტი ქრისტიანობით დაიწყებენ სრულიად გულწრფელი და კეთილმოსურნე განწყობა ექნებათ, ბეჯითად დაიცავენ ეკლესიის მამების სწავლებას, შეუდგებიან ლოცვას, მოღვაწეობის საშვებელს, ყოველგვარი სახმართმოყვარეობასა და ვერცხლისმოყვარეობას და ასე შემდეგ. ამ დროს ისინი ერთადერთ, მაგრამ დამღუპველ შეცდომას დაუშვებენ. მთელი ამ გარეგნული ღვთისმოშიშების საფარველში ვერ შენიშნავენ შინაგან ამპარტავნებას, თავდაჯერებასა და თვითკმაყოფილებას. სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლები ადამიანი ხედავს საკუთარ თავში ამ ამპარტავნულ საწყისს. მხოლოდ ის, ვინც თავისი ცხოვრებით საკუთარი გულის განწმენდის და არაფარისეულური ღვთისმოშიშების ნიღბის შექმნის გზით შეისწავლის წმინდა მამათა ნაწერებს, შენიშნავს, რომ მთელ მათ სწავლებაში მთავარი სწორედ ეს ღვაწლია, ამპარტავნებისა და თვითკმაყოფილების წინააღმდეგ ბრძოლა. ამპარტავნებას მშვენივრად შეუძლია მოაწყოს სულში, თუნდაც ადამიანი 1000 სათნოებით იყოს შემკული, მეტიც, ამ სათნოებებისაგან იგი განსაკუთრებულ ძალასაც კი იძენს. იოანე კიბეს აღწერელი ამბობს: ეშმაკი სასოწარკვეთილებისა იხარებნ სიმრავლესა ზედა ბოროტთასა, ხოლო ეშმაკი ცუდად მზაობრიობისა იხარებს სიმრავლესა ზედა სათნოებათასა. ასული პირველისამის არს სიმრავლე წყულებათა, ხოლო ასული მეორისამის არს სიმრავლე შრომათა. ყოველთა ზედა უშურველად ბრწყინავს მზე და ყოველთავის საქმე და შინა იპოვების ცუდად მზაობრა. კიბე 22:5-7. როცა ეკლესიაში ახლად მოსული კაცი ქრისტიანული ცხოვრებას იწყებს, მისი პირველი ნაბიჯები თითქოს ყოველთვის სწორია. მრავალი წლის ცოდვილი ცხოვრების შემდეგ, რომელიც სინდისის მძიმე და მტანჯველ ტვირთად აწევს მას შემდეგ, რაც თავდაყირა იდგა ამასოფლის მღვრიე მორევში და შორს იყო ეკლესიის მხსნელი ხომალდისაგან, ახლად მოქცეული მართლაც ინანიებს ცოდვებს, მდაბლდება ეკლესიის მამების წინამძღვრობას ანდობს თავს, აღტაცებულია მაღალი ქრისტიანული კანონების აღმოჩენით.
მთელი გულით სურს მოღვაწე ცხოვრებით იცხოვრობს და გამოცდილებით შეიტყოს ყოველივე, რითაც იგი წმინდა მოღვაწეთა ცხოვრების და ასკეტი მამების ცვლილებათა კითხვის დროს ტკბებოდა. ამ ეტაპზე ყველა ახლად მოქცეული ერთმანეთს გავს. ყველა საკმაოდ ზნეობრივი, მორჩილი, მოშურნე და საკუთარი თავისადმი მომთხოვნია. ყველა სიხარულით დადის ტაძარში, ლოცულობს, წმინდა მამათა ნაწერებს კითხულობს, იესოს ლოცვაში მეცადინეობს. მაგრამ მთავრდება თუ არა ეს ეტაპი, ქრისტიანის სულში ფარული მძლავრი დუღილი იწყება. ახალთან და მშვენიერთან შეხვედრის პირველი სიხარული ქრება, შთაბეჭდილებები ხუნდება. საკუთარ ნებათაგან ყოველდღიური ერთფეროვანი ბრძოლა მოსაბეზრებელი ხდება და მორწმუნე იწყებს ახალი გზების ძიებას ქრისტიანობაში. აქ კი მის წინაშე გზაჯვარედინი ჩნდება. ერთი გზა გულის სიღრმისაკენ არის მიმართული შინაგანი საიდუმლო მძიმე სამუშაოსკენ, თითქოს კაცი ბნელ გვირაბში სანთლის მრთალ შუგზე მიიკვლევდეს გზას. საკუთარ გულში ადამიანი დაფარულ საბადოს რწმენის, ღმერთის სიყვარულის პატიოსან თვლებს დაეძებს, მაგრამ იქ მხოლოდ გაქვავებულ უგრძნობელობას ცოდვისაგან მოკლული საკუთარი ყინულის უსიცოცხლოდ გაყინულ უსიცოცხლო ლოდებს პოულობს. ვინც სასოსას წარიკვეთს და ღმრთის მადლის ძალას მინდობილი სიმდაბლით ითხოვს უფლისაგან წყალობას. იმის თანდათანობით დიდი შრომისა და ბრძოლის სანაცვლოდ ღმერთი მიჰმადლის კურნებას, სიცოცხლეს და ცოდვით მომკვდარი სულის აღდგინებას. მაშინ კი სულის ბნელი წიაღიდან ღვთის მადლის ბრწყინვალე მარგალიტები გამოჩნდებიან. ეს არის ნამდვილი ხიბლისაგან დაცული, მაცხოვნებელი ქრისტესაგან მიმავალი გზა და სხვა ადამიანების დახმარების ქრისტეს ცნებაში მხოლოდ ის შეძლებს, ვინც ეს გზა განვლო. მაგრამ იგი ძალიან ძნელი და მწუხარებით სავსეა. თანაც ჭეშმარიტ სიმდაბლესა და ყოველდღიურ სიკვდილს მოითხოვს. მარტო საკუთარი ცოდვებისა და ნებების დანახვაც კი სულიერი ცხოვრებაში მიღწეული დიდი წარმატებაა. ხშირად ადამიანი მხოლოდ თავის აშკარა საქმით ჩადენილი ცოდვებს ხედავს, ამიტომ როდესაც საქმით უკვე აღარ სცოდავს და ძირითადი შეცოდებებიც მონანიებული აქვს, მოძღვრის წინაშე აღარც კი იცის რა უნდა შეინანოს. სიტყვით მართალი აღიარებს ცოდვილი ვარო, მაგრამ სინამდვილეში დარწმუნებულია, რომ სათნოებებით სავსეა. თურმე სულში ჩაბუდებული იდუმალი ვნებების აღმოსაჩენად აუცილებელი ყოფილა სოფლისაგან მისი შფოთისა და ხმაურისაგან განდგომა, ერთხანს დაწყნარება, დაფიქრება. მხოლოდ ამავე სოფლისაგან მისი ქაოსისა და ვნებებისაგან შინაგანი დაშორების შემდეგ თანდათან და არა მყისევე დაწდება ჩვენი თვითშემეცნების მღრიე ნაკადი. ჩადგება სოფლის საზრუნავს შეთვისებული გულისიტყვების ხმაური და მხოლოდ მაშინ გამოიკვეთება უმახინჯესი ვნებებისა და ახირებების ჩვევებისა და გულისთქმების ცოდვილი სურვილებისა და ცოდვისადი თანაგზნობის სილუეტი. ყოველივე ის, რაც კაცი ადრე ყოფით მორევში ჩაძირული ვერც კი წარმოიდგენდა. განსაკუთრებით სასარგებლოა მონასტერში განმარტოვება, ოღონდ იმ პირობით, თუ იქ ახლად მოქცეული სწორ სულიერ მიმართულებას მისცემენ. ხშირად ხდება, რომ ერიდან მონასტერში მოსულმა კაცმა არც კი იცის რა შეინანოს. აღსარების დროს ხშირად გაიგონებთ, არა ამ პატავანი არ ვარ, რაიმე განსაკუთრებული ცოდვები არ მაქვს. შემინდეთ, მაგრამ არ ვიცი რა მოვინანიო. ანდა აი რა და რა შური კი ჩემთვის ნამდვილი უცხოა. მიყვარს ღმერთი და მოყვასი. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მზად ვარ თავი შევწირო მას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ თუ ასეთი კაცი მონასტერში დარჩა, ცოტა ხნის შემდეგ უკვე უჭირს აღსარების თქმა, რადგან მეტისმეტად ბევრ ცოდვასა და ბოროტებას ამჩნევს თავს, თუმცა საქმით წინანდელზე გაცილებით ნაკლებს სოდავს. ამჯერად იგი ხედავს თავის თავში არა მარტო ამ პარტავნებას,
არა მარტო იმას, რომ სინამდვილეში ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი არ უყვარს, მეტიც, თვით ღმერთიც არ უყვარს. ხედავს, რომ ყოვლად უხეირო, უმაგნესი ადამიანია და ყოველგვარი სასჯელის ღირსია. და ასეთი ხედვა მონასტერში არასწორი ცხოვრების ბრალი კი არა, სულიწმინდის ნიჭია. წმინდა მაგარი მეგვიგვტელი ამბობს, ადამიანი, რომელმაც გატეხა მცნება და გაძევებული იქნა სამოთხიდან, ორმაგადაა შეკრული ამ სოფელში ყოფითი საქმეებით, სოფლის მოყვარეობით, ანუ ხორციელით, კვობითა და ბნებებით, დიდებისა და სიმდიდრის მამულების, ცოლის, შვილების, ნათესავების, სამშობლოს, ტანისამოსის, ანუ ყოველივე ხილულისადმი სიყვარულით. მეორე მხრივ, მისი სული ბოროტ სულთა ხელშია, რის გამოც კაცს არც უფლის სიყვარულის ძალუც და არც რწმენა, არც ლოცვა, ისე როგორც მას უნდა. ღმრთის წინააღმდგომი სული აქვს დაუფლებული, აშკარადაც და ფარულადაც. ხოლო როდესაც ღვთის სიტყვას მინდობილი კაცი მოღვაწეობის გზას ირჩევს და წყვეტს ყოფით და საერო კავშირებს, მაშინ რა კი გონება მუდმივად ღმერთისკენ აქვს მიმართული, შეძლებს იმის დანახვას, რომ გულში სხვა ბრძოლაა გაჩაღებული, სულ სხვა ფარული დაპირისპირება არსებობს. გულის სიტყვების სხვა შემოტევა, ბოროტ სულთაგან მოვლენილი და რომ მათ წინააღმდეგ სულ სხვაგვარი ბრძოლაა საჭირო. ამგვარად თუ მტკიცე რწმენითა და დიდი მოთმინებით შევიჭვირებით განუწყვეტლივ მოუხმოვთ უფალს და მისგან დაველოდებით შეწევნას, შეიძლება უკვე აქ მიწაზე მივიღოთ შინაგანი განთავისუფლება ბორკილებისაგან, დაბრკოლებებისა და ბოროტ სულთა ხლართულებისაგან, ანუ ფარული ბნებებისაგან. ხოლო თუ კაცი ამას სოფელსა და ხილულ საგნებსა მიჯაჭვული, თუ ათასგვარი ძაფებით უკავშირდება სოფელს და ბოროტ ბნებებს ემონება, ის ვერც გაიგებს იმ სხვა ბრძოლის არსებობას. თუ იგი არ უარყოფს სოფელს, არ განეშორება მიწერ გულისთქმებს და მთლიანად უფალს არ შეუდგება, მაშინ ვერც იჩინონ ბოროტ სულთა და ფარულ ბნებათა სიცრუეს გამოიცნობს, არამედ უცხოდ არჩება საკუთარი თავისთვის, რადგანაც არ ეწოდინება თავისი წყლულები და ვერ დაინახავს დაფარულ ბნებებს. მაგარი დიდი 21 საუბარი.